მარკოსის სახარება 16 თავისაგან შედგება. და ბოლო 6 თავი ძირითადად იესოს ვნებაზე არის კონცენტრირებული. მე-16 თავი ძალიან უცნაურად მთავრდებოდა, რის გამოც როგორც ჩანს გადამწერებს გაუჩნდათ იმისი შთაბეჭდილება, რომ ან ავტორს რამე მოუვიდა და ვეღარ დაამთავრა ნაწარმოები, ან იმ ხელნაწერს, საიდანაც ისინი იწერდნენ ამ ტექსტს, რამე დაემართა, თაგვმა შეჭამა ბოლო ნაწილი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბოლო მოესართათ და ორჯერ მოხდა ასეთი ინტერვენცია ამ ტექსტში, მე-16 თავში უფრო ზუსტად, და შესაძლოა მივიღეთ ორი დამატება მარკოსის სახარების ბოლოში. მიზეზიც იმაში მდგომარეობდა, რომ ძალიან უცნაურად მთავრდება მარკოსის სახარება. ცენტრალური მოვლენა, რა თქმა უნდა, ჯვარცმარი და ამაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ დღესვე, ამავე საუბარში, მაგრამ ის რითაც მთავრდება სახარების ამბავი, ძველი სახარების ამბავი მარკოსის მიხედვით, არის ის, რომ ქალები მივლენ საფლავთან, სადაც იესო დაკრძალული იყო და ეს საფლავი ცარიელი აღმოჩნდება. ქალს გამოეცხადება, ქალს ეჩვენებათ იქ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ეტყვის, რომ იესო გაცოცხლდა და ავალებს ეს კაცი, რომ ამ ქალებმა გადასცენ მოწაფეებს, რომ იესო გალილეაში შეხვდება მათ. როგორ მთავრდება ძალიან საინტერესო ნაწილია. ამის შემდეგ რაც დავალება მიიღეს, რომ წავიდნენ და მოციქულებს უთხრან იმის შესახებ, რაც ნახეს და რაც გაიგონეს, რომ ცარიელი საფლავი დახვდათ. აქ ნათქვამია, აკანკალებული და გაოგნებული ქალები სამარხიდან გამოცვიდნენ და გაიქცნენ. იმისთანა შეშინებულები იყვნენ, რომ ვერავის გაუმხილეს, რაც მოხდა. წერტილი. აი აქ მთავრდებოდა მარკოსის სახარება. ძველი ვერსიით, ორიგინალური ვერსიით, აქ მთავრდებოდა მარკოსის სახარება. რაც ვფიქრობ, რომ გენიალური გადაწყვეტილება იყო ავტორისა. იგი სულებით მიანდობს მკითხველს არჩევნის გაკეთებას, რწმენის მიღება არ მიღების საკითხს და სთავაზობს თვითონ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მოგვიანებით, როდესაც გადამწერება ანუ მარკოზისეული სახარების ავტორი. დიახ. ჩვენ არ გვეუბნება არაფერს ქრისტეს აღდგომაზე და მის ზეცად ამაღლებაზე? არა. ნამდვილად არა. თვითონ აღდგომაზე გვეუბნება ცარიელი საფლავის ნახვა უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ იესო მკვდრეთით აღმდგარია. მაგრამ შეიძლება მიანიშნებს იმაზე, რომ ვინმე მოიპარა. რა თქმა უნდა. ამ სახარებაში ან მიმდევარმა, ან პირიქით რომაილმა მოწინააღმდეგემ. აბსოლუტურად. ამ სახარებაში შეხვედრა მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან არ აქვს. არც იესოს ამაღლება არ აქვს. ეს არის მოგვიანებით დამატებული გადამწერების ან რედაქტორების მიერ, რომელთაც ჩათვალეს, რომ ასე არ უნდა დამთავრებულიყო სახარება. არა, ეს იყო მარკოზის გენიალური გადაწყვეტილება. და თან რა არის? აქ იუმორზე რო საუბრობდით, წინა საუბარში თვალწდები. აქაც არის იუმორის ერთი ელემენტი არის. თუ ამ ტექსტს იცნობ, შეიძლება ეს იუმორი დაინახო. ამ სახარებაში იესო ყველას ეუბნება, რომ არ თქვათ. ვიღაცას განკურნავს ეუბნება არ თქვათ. პეტრეს ეუბნება, ამბობ, ასე შემდეგ, ყველას ეუბნება არ თქვათ და ბოლოს სახარების ბოლოში ეს ახალგაზრდა კაცი ამ ქალებს ეუბნება, წადით და უთხარით, წადით და თქვით და ეს ქალები აღარ ამბობენ. მკითხველს ტოვებს სრულად ამ ტექსტთან და ამით მე ასე მგონი, რომ ავტორი მკითხველს ნაწილად აქცევს ამ ნარატივისა, რომელიც ძირი არის, რა თქმა უნდა, ვნება, იესოს ვნება, იესოს ტანჯვა, მისი სიკვდილი. და რა თქმა უნდა, მარკოზის სახარება გამორჩეულია ყველა სხვა სახარებიდან, კანონიკური სახარებიდან და მოგვიანებით სხვა სახარებებიდან, რომელიც კანონში არ არის შესული, იმით რომ მას აქვს განსაკუთრებული ხედვა იესოს ვნებასთან, ტანჯვასთან და მის სიკვდილთან და მის მისიასთან დაკავშირებით. და შემდეგ ჩამატებაში რა ჩამატეს? ჩამატეს ის რომ ის რაც მოინაკლისეს გადამწერებმა, რომ
იესო მკვდრთელმდგარი იესო არავის არ შეხვედრილა. ჩაამატეს ის, რომ მარია მაგდალელის შეხვდა, ორ მოწაფეს შეხვდა და შემდეგ არის მოწმება იმისა, რომ იესო ზეცად ამაღლდება. ეს ჩაამატეს. ცოტა მკრეხელობა ხო არ გამოდის? ვისი მხრიდან? ვინც გაბედა და მარკოზისეული სახარება თვითონ შეავსო. ვინც შეავსო მარკოზის სახარება იმდენად გვიან არის ეს შენავსები, რომ ამ დროისათვის უკვე დაწერილი იქნებოდა ლუკას სახარება, მათეს სახარება, შეიძლება იონეს სახარებაც კი იყოს დაწერილი. ამიტომ გადამწერს არ უნდოდა, რომ სხვა სახარებებთან შედარებით ნაკლული ყოფილიყო მარკოზის სახარება და შეიძლება ჩათვალო, რომ ამით სიკეთე უყო მარკოზის სახარების ავტორს. რეალურად ხო ესე არის, აი, უფრო რომ გავამარტივოთ საქმე. ადგა ის კაცი, დაწერა, მე გავიდა დრო, ვიღაც კაცი ადგა და ამის დანაწერს დაამატა ზემოდან. ეხლა ჩვენ რომ აი თქვენ ისაც ხართ ასულიერო პირი, მე არ ვარ. ხო იქნებოდა მკრეხელობა, რომ მე და თქვენ შეგვევსო ეს დანაწერი. ისიც ხო ვიღაცნაირმა ჩვენნაირმა ძეხორციელმა შეავსო. ამ დროს, როდესაც მისი ამ დაბოლობის გავცობა მოხდა და დამატება მოხდა, არ არის ასე მკაცრად ჩამოყალიბებული ქრისტიანული საღვთო წერილი და შესაბამისად კარი ამ საღვთო წერილის წიაღისში მისაღწევად ღია არის. მისი დახშვა მოხდება მოგვიანებით მესამე საუკუნეში. აი ძალიან კაია. ეხლა მესამე საუკუნე რო ახსენეთ და დახშობის ამბავი. ეგ აუცილებლად უნდა განვავრცოთ. მაგრამ მოდით ჩავკეთოთ ეგ ნაწილი. კი ბატონო. თუ რატო მოაშორებენ ხალხს ამ ტექსტს, რატო დაუმალავენ დანარჩენებს, რატო დაისაკუთრებენ თავიანთვის და წინაზე ლაპარაკობთ ამაზე? ამავე სერიაში, ამავე ეპიზოდში, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო. ახლა გავგზელოთ იქიდან. მაშინ ეს იქნება კითხვა იქნება როგორ აღმოჩნდა ეს წიგნი ქრისტიანულ საღვთო წერილში. აბსოლუტურად. კი ბატონო. და მოდით იმას კითხავთ, რაც წინა ეპიზოდში ბოლოს დავტოვეთ ინტრიგად, ასე ვთქვათ. კი ბატონო. თქვენ თითქმის მთელი ცხოვრება ამ ტექსტთან ერთად გვიძავთ, გძინავთ, ჭამთ და სვამთ. რაც ნიშნავს იმას, რომ უზომოდ დიდი გამოცდილება გაქვთ მასთან მუშაობის. მოდით ესე კითხოთ. რამ განგაცვიფრათ ამ ტექსტზე მუშაობის მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, როცა უცბად გაგინათდათ და მიხვდით, რომ ბიჭო, ამდენი წელი ვკითხულობდი და ეს როგორ ვერ შევამჩნიე აქამდე. ალბათ ყველაზე დიდი მეგა გამონათება იყო ის, რომ მე აღმოვაჩინე, რომ 4 სახარება, 4-ვე სახარების ავტორი სხვადასხვა რამეს გველაპარაკება. იესოს შესახებ. ეს ხო ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩენა, თუ მხედველობაში რო ვიღებთ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ბავშვობიდანვე ამ ტექსტთან ურთიერთობა მაქვს, მე ვასწავლეთ სემინარიაში ამ ტექსტს, მაგრამ ძირითადი აღმოჩენა მოხდა სწორედ მოგვიანებით, როდესაც დავინახე, როგორ განსხვავდებიან ეს מחარებლები ერთმანეთისაგან და როგორ უპირისპირდებიან ისინი ერთმანეთს. როდესაც ამ ტექსტს რელიგიური პერსპექტივიდან ვკითხულობ, როგორც მე ვკითხულობდი და დღესაც ვკითხულობ, ამაში არაფერი საზრახი არ არის, რომ რელიგიური პერსპექტივიდან იკითხოს ეს ტექსტი. იმის გამო, რომ ამ წიგნში ერთ ყდაში არის მოქცეული 27 განსხვავებული წიგნი, ემოციურად ფიქრობ, რომ ეს წიგნები რაღაცნაირად ერთმანეთთან არიან ჰარმონიულად შერწყმული. შეიძლება მე ხო არ მესმოდეს როგორ, მაგრამ აუცილებლად პასუხი არის ამ კითხვაზე, თუ რატომ როგორ მოხდა ამისი ჰარმონიზება. არადა საოცრება ამ წიგნის იმაში მდგომარეობს, რომ არავის აზრათაც არ მოსვლია, რომ მოეხდინა თუნდაც სახარებების ჰარმონიზება, რომ არ ყოფილიყო, რომ ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს ამბობს, მესამე ამბობს და მეოთხე კიდე სულებით განსხვავებულ რამეს ამბობს. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და ალბათ
ეს იყო ძალიან დიდი საცდურის დაძლევის გამოცდილება, როდესაც თქვეს, რომ მოდით ჩვენ ამის ჰარმონიზებას გავაკეთებთ. ვათქმევინებთ ყველა מחარებელს ერთსა და იმავეს, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. როდესაც ჩვენ უფრო ახლოს ვნახავთ მარკოზის კულმინაციას მივაქცევთ ყურადღებას, შემდეგ ვნახავთ ლუკას, მათეს, ივანეს, აღმოჩნდება ეს სულთა სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ. აი რაზე? თითოეული მათგანის იესო არის განსხვავებული. განსხვავებული მოძღვრების მატარებელია. განსხვავებული, მე არ ვიძახი, რომ ეს დრამატულად განსხვავებულია, მაგრამ აქ არის განსხვავებული მიდგომა იესოს მისიისადმი, იესოსა და ადამიანის ურთიერთობისადმი, იესოსა და სამყაროს ურთიერთობისადმი და ასევე განსხვავებული თეოლოგიური ხედვა იმის ინტერპრეტაციისათვის, თუ ვინ არის იესო. მაშინ გითხარით რაშია ეს განსხვავებულობა? ეს იქნება სპოილერი, იქნება გასაგები. მაშინ ესე ვქნათ. მე მზად ვარ ამისათვის, თუ თქვენ გინდათ, მე მზად ვარ. მოდით ესე ვქნათ, მარკოზის განსხვავებულობა აღწეროთ და სპოილერიც აღარ გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენ მესამე ეპიზოდით მარკოზს ვამთავრებთ. განსხვავებულობა რო აღწერო, უნდა აღწერო სხვასთან მიმართებაში. მოდით ავიღოთ ერთი სახარებასთან მიმართებაში მაშინ, რომ ეს განსხვავებულობა მართლაც გამოჩნდეს. ოკეი. ეს არის ნახევარ სპოილერი. ჩავთვალოთ. მარკოზის სახარება, მსმენელმა უკვე იცით, ეს არის იესოს ნების სახარება. იესო, აი საოცარი პორტრეტი არის იესოსი. როდესაც იესოს მიიყვანენ პილატესთან სასამართლოზე. პილატე ეკითხება: შენ ხარ მესია? იესო იტყვის: შენ ამბობ. რას ქვია შენ ამბობ? შენ ამბობ ნიშნავს იმას, რომ შენ ვიამბობ? თუ შენ ამბობ და მე რა შუაში ვარ? მთელი ამ სასამართლოს განმავლობაში იესო ხმას არიღებს. არის ღრმა ფრუსტრაციაში. მერე ჩვენ ხედავთ იესოს მიყავთ ჯვარზე, აქაც ამ გზაში ხმას არიღებს, გააკრავენ ჯვარზე, ორივე ის მარჯვნივ და მარცხნივ არიან ავაზაკები გაკრული, ორივე ლანძღავენ მას, მაგრამ ის რაც ყველაზე შთამბეჭდავი არის იესოს მდგომარეობის აღსაწერავად მარკოზის სახარებაში, არის გეციმანის ბაღი, განსხვავებით სხვა სახარებებიდან. ჩვენ უნდა შევახსენოთ მსმენელს, რომ მარკოზის სახარება იყო დედას სახარება, სხვებმა გადაიწერეს, მაგრამ ჩააკოხტავეს ისე, რომ მათი თეოლოგიის შესაბამისი ყოფილიყო ეს ნარატივი და იესოც წარმოჩენილიყო ისე, როგორც მათ სურდათ მათი ნარატივის შესაბამისად. მაგრამ მარკოზის სახარებაში ჩვენ გვაქვს იესო, რომელიც არის სასოწარკვეთილი. გეციმანის ბაღში წაიყვანს მოწაფეებს, ეტყვის, თუ შეიძლება იფხიზლეთ. წავა. და ამ დეტალებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მე როდესაც ლუკას სახარებაზე გადავალთ, იქ ვნახავთ, რომ დეტალები როგორ განსხვავდება და როგორ უცვლის ნირსა და ხასიათს ნარატივს. ეტყვის, რომ იფხიზლეთ ჩემთან ერთად. წავა, მიწაზე დაემხობა. დაემხობა. ლუკას სახარებაში დაიჩოქებს. დაემხობა. დაემხობა ნიშნავს გართხმას. დაბრუნდება. კიდევ ერთხელ სინავთ, ეტყვის, იფხიზლეთ სთხოვს, წავა, ისევ ერთხელ გაემთხვება. მესამედ სთხოვს იფხიზლეთ, წავა, კიდევ ერთხელ გაემთხვება. მას იძახის, რომ თუ შეიძლება ამარიდეეს სასმისი. არ უნდა. იცის რაც მოელის, მაგრამ არ უნდა. მისი საზოწარკვეთილება გრძელდება მას შემდეგ, რაც ის უკვე შეპყრობილი არის. სასამართლოზე უკვე ვახსენეთ, ჯვარზე, დუმს, ხმას არიღებს და როდესაც მოახლოვდება მისი გარდაცვალების ჟამი, იძახის, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე? ეს არის სრული სასოწარკვეთილების გზა და როდესაც პირველ
პირველ საუბარში, გადაცემაში საუბრობდით იმაზე, რომ რატომ არის ის რელევანტური ეხლა, როდესაც არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში არის კრიზისი. სწორედ ეს არის ეს სასოწარკვეთილების განცდა, რომელიც იესოს ახასიათებს. სულებით სასოწარკვეთილია. ჩვენო გვაქვს ძალიან ბევრი ხელნაწერი, ბერძნული ხელნაწერი. ის რაზედაც ძალიან ხშირად მეცნიერებსაც კი არ აქვთ ამაზე წარმოდგენა, არის ერთი ხელნაწერი, რომელიც კიდევ უფრო მძაფრია, ვიდრე ეს ნათქვამი ღმერთო ჩემო, რატომ იმატონე? და ეს სიტყვები ხაზგასმით არის მარკოს სახარებაში და გადმოცემული არის არამეულად. იესოს მშობლიური ენა იყო არამეული. ებრაელები მაშინ ებრაულად აღარ ლაპარაკობდნენ. მათი საერთო ენა იყო არამეული ენა და ამ არამეულ ენაზე იძახის ელოი ლამა საბაქთანი. ღმერთო ჩემო, რატომ იმატონე? და ჩვენ გვაქვს ერთი ხელნაწერი, ძველი ხელნაწერი არის, რომელიც არ ეკავს რომელიღაცა ტრადიციას, რომელიღაცა რედაქციას მარკოს სახარებას, ასე თქვამია, ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე? როგორი სიმწარია ამ გინდა ერთ ვერსიაში, გინდა მეორე ვერსიაში. ჩვენს წინაშე არის იესო სრულებით სასოწარკვეთილი, რომელიც დარწმუნებული არ არის რა ხდება მის თავს. ოღონდ ის რაშიც იესო არ არის დარწმუნებული, ის რაშიც არავინ არ არის დარწმუნებული, ამაში დარწმუნდება მკითხველი. და ეს არის ავტორის გენიალური გადაწყვეტილება. იესოს სიკვდილისთანავე ტაძარში ფარდა ჩაიხევა შუაზე. ჩვეულებრივი მკითხველისათვის ეს არაფერსაც არ ნიშნავს. კი ბატონო, სადღაც ფარდა ჩაიხია, ტაძარში ფარდა ჩაიხია, მერე რა. მაგრამ მარკოს სახარების ავტორმა ამ ერთ ფრაზაში ჩატენა ბოლომდე მთელი თავისი თეოლოგიური ხედვა. და ამ ხედვაში წარმოაჩინა, რას ნიშნავდა იესოს სიკვდილი. ტაძარი იუდაელში იყო მხოლოდ ერთი. განსხვავებით სხვა რელიგიებისაგან, მათ შორის ქრისტიანობისაგან, ტაძარი არ შეიძლებოდა ერთზე მეტი ყოფილიყო. ტაძარი იყო იერუსალიმში, ტაძარი იდგა სიონის მთაზე, მას ჰქონდა ეს ხო თავდაპირველად ეს კარავი იყო და მოგვიანებით სოლომონმა ააშენა ეს ტაძარი ქვისგან. მოგვიანებით ეს ტაძარი დაინგრა, მას შემდეგ რაც ბაბილონელებმა დაანგრიეს იერუსალიმი, ხო დაახლოებით 70 დეკადის, 7 დეკადის შემდეგ ეს ტაძარი აღდგენილი იქნა, მას შემდეგ რაც კიროს დიდმა, რომელსაც ებრაული საღვთო წერილი მესიად მოიხსენიებს, ებრაელებს, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში, უფლება მისცა დაბრუნებულიყვნენ შინ. მისცა ფული და აღადგენინა ეს ტაძარი. ეს ხო მეორე ტაძარი. პირველი ტაძარი იყო სოლომონმა რომ ააშენა, მეორე ტაძარი იყო, რომელიც კიროსის მიერ გამოშვებულმა ებრაელებმა აღადგინეს, მაგრამ ეს ტაძარი მოგვიანებით დაზიანდა და მესამე ტაძარი, რომელიც სერიოზულად იყო რეკონსტრუირებული ჰეროდ დიდის მიერ, ამ ტაძარზე არის ლაპარაკი და ამ ტაძარში დადიოდა იესო, ამ ტაძარში დადიოდნენ იესოს მოწაფეები, ვიდრე ამ ტაძარს არ დაანგრევდნენ რომაელები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში 70 წელს. და სწორედ ამ მესამე ტაძარზე არის ლაპარაკი, ჰეროდე დიდის აღდგენილისა და გამშვენებულ ტაძარში, სადაც ფარდა ჩაიხა. თუ ადამიანმა არ იცის იუდაიზმის ანაბანა, რა თქმა უნდა, ამას დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებს. როდესაც იუდაიზმის მიხედვით, როდესაც ღმერთმა მოსეს მისცა დავალება შეექმნა კარავი, რომელიც ტაძრის პირველ სახე იყო, ამ ტაძარში უნდა ყოფილიყო ორი ნაწილი. ერთი წმინდა, მეორე წმინდათა წმინდა. და ამის გარშემო უნდა ყოფილიყო დიდი ეზო, დიდი სატაძრო ეზო.
მოგვიანებით სოლომონმა ააშენა ქვისტაძარი, რომელმაც გაიმეორა ის თავისებურება, რომელიც დამახასიათებელი იყო კარვისათვის. კარავის წმინდათა წმინდაში და მოგვიანებით ტაძრის წმინდათა წმინდაში ინახებოდა აღთქმის კიდობანი. საღვთო კიდობანი, რომელშიც მოთავსებული იყო, კიდობანი არის კიბრი, რომელშიც მთლიანად ოქროსი იყო, რომელშიც მოთავსებული იყო რამოდენიმე ნივთი, რომელიც ებრაელებს გაახსენებდა თავიანთ წარსულს, თავისუფლებაზე გამოსვლას ეგვიპტის მონობიდან. აქ იყო აარონის კვერთხი, ფიქალები, რომელზეც 10 მცნება იყო ამოტვირთული და ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო მანნა, საკვები, რომელთაც ებრაელები იკვებებოდნენ უდაბნოში ყოფნის დროს. ამ კიდობნის თავზე გამოქანდაგებული იყო 2 ოქროს ქერუბიმი, რომლებიც დასქეროდნენ ზემოდან ამ კიდობანს. ამ კიდობანში ტაძარში შესვლა ყოველთვის ყველას შეეძლო, კარავს შესვლა შეეძლო, მაგრამ კიდობნის ყველაზე წმინდა ადგილზე, სადაც წმინდათა წმინდა ერქვა, შესვლა შეეძლო მხოლოდ მღვდელმთავარს. მღვდელმთავარი ერთი იყო იუდაისში, როდესაც გარდაიცვლებოდა აირჩევდნენ ახალ მღვდელმთავარს და მღვდელმთავრები იყვნენ მოსეს ძმის აარონის შთამომავლები. მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ უნდა გაევლო ფარდა, რომელიც ყოფდა ერთმანეთისაგან წმიდასა და წმინდათა წმინდას. ეს ფარდა უნდა გაევლო, უნდა შესულიყო წმინდათა წმინდაში, აქ იყო კიდობანი. ამ კიდობანისათვის უნდა ესხურებინა სისხლი, მსხვერპლის სისხლი და ამით უნდა გამოესყიდა ის დანაშაული, რომელიც ებრაელ ხალხს ჰქონდა ჩადენილი ღვთის წინაშე. მას უნდა დაესახელებინა ეს ცოდვები, გამოესყიდა ეს ცოდვები, რომელიც ებრაელ ხალხს ჰქონდა ჩადენილი. ანუ ფარდის მიღმა შესვლა და კიდობნის მკურება სისხლით იყო გამოსყიდვის სიმბოლო იესოს დროინდელი იუდაიზმისათვის და ებრაელებისათვის. ფარდის ჩახევა მოასწავებდა იმას, რომ იესოს სიკვდილმა დაბრკოლება, რომელიც თუნდაც ეფემერული დაბრკოლება, რომელიც არსებობდა ღმერთსა და ადამიანს შორის, ეს დაბრკოლება მოხსნა. და შესაბამისად, ადამიანს ღმერთთან მისასვლებლად აღარავინ არ ჭირდება, არც ადამიანი, არც ინსტიტუცია, არც მსხვერპლი. ღმერთთან მისასვლელი გზა გახსნილია. ამას მოასწავებდა ფარდის ჩახევა. იესოს სიკვდილის წყალობით ეს ურთიერთობა ღმერთთან აღდგა. იესოს შესაბამისად მარკოზის სახარების ავტორის პერსპექტივიდან იესოს სიკვდილი იყო მსხვერპლი, რომელმაც გახსნა კარი ღმერთთან მისასვლელი. ის რაც მანამდე მხოლოდ მსხვერპლისა და სისხლის გაღების წყალობით იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, მარკოზის სახარების ავტორი ამას გვეუბნება, რომ იესოს სიკვდილმა შესაძლებელი გახადა ღმერთთან მისვლა ყველასთვის, ვინც იესოს მიიღებს. იესოს სიკვდილი არის სახსარი იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთთან მივიდეს. ეს არის ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხი მარკოზის სახარების ავტორისათვის. მან არის ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი, რომელიც რაღაცნაირად ეხმიანება ზუსტად ამ ისტორიას, რომელიც თქვენ ამ წამს აღწერეთ. ეს არის მარკოზის 12 თავი 38 მუხლი. იესო ამხილებს მოსეს რჯულის მასწავლებლებს. იესო ხალხს ამას ასწავლიდა. ერიდეთ მოსეს რჯულის მასწავლებლებს, ეს ის ხალხია, რომელთაც უყვართ გრძელი ტანისამოსით სიარული და ბაზრის მოედნებზე მოწიწებით მათ რომ ესალმებიან.
ხალხმა, რომელსაც სინაგოგებში წინა რიგებში ჯდომა უყვართ და წვეულებებში საუკეთესო ადგილებზე. იციან, როგორ გამოცანცლონ ქვრივ ქალებს ქონება და სხვის დასანახად დიდხანს როგორ ილოცონ. ყველაზე მეტად ეს ხალხი დაისჯება. ის ფარდა, რომელიც ჩახია მარკოზმა, დიახ. რაღაცნაირად კავშირში არის, გადაძახილი არის აი ამასთან, მისაკუთრებასთან და მიმსაკუთრებლებთან. და წეღან გაგაწყვეტინეთ, რომელიც პასაჟიც შემოვინახეთ, ეს არის თუ რა ხდება უკვე მესამე საუკუნეში, როცა ხდება ჩახშობა. მოდით აბა ეს სამი რაღაც შევკრათ და ერთიანობაში მოვყვეთ. ეს საკითხი, რაზეც ჩახლა ვისაუბროთ, თქვენი სიანდადებით, დაკავშირებული არის ამ წიგნის ამ ფორმით შედგენასთან, რომელიც ხელში გვიჭირავს. თავდაპირველად მარკოზმა დაწერა სახარება, სხვებმა გადაიწერეს. ის, რაც მარკოზის სახარებიდან გადაწერილი არ არის მხოლოდ და მხოლოდ 19 წინადადება. დანარჩენი სრულად არის გადაკაჩული მათეს სახარებაში და ასევე ლუკას სახარებაში. ერთხელ დაიწყო სახარებების წერა, ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ვისაც არ ეზარება ყველა წერს ამ სახარებას. ჩვენამდე მოაღწია ამ სახარებების ნაწილმა, რომელიც გადარჩა. ეს არის თომას სახარება, ეს არის მარიამის სახარება, ფილიპეს სახარება, იესოს ბავშვობის სახარება, თომასი, პეტრეს სახარება. უამრავი სახარება იყო, ზოგი მოღწეულია ფრაგმენტულად და ის, რაც ბოლოს აღმოჩნდა, ეს იყო 2008 წელს გამოქვეყნდა იუდას სახარება. ყველა სახარებას ჰქონდა განსხვავებული პერსპექტივა იესოს ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობაზე და მისი სიკვდილის საზრესზე. მესამე საუკუნეში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადახედა ამ ტექსტებს, რომელიც ტივტივებდა ქრისტიანულ სამყაროში. ამ კაცს ერქვა მარციონე. სინოპელი იყო, შავი ზღვის სანაპიროდან იყო. მან როგორ მიიღო ქრისტიანობა, ჩვენთვის უცნობია, ქრისტიანი იყო. კარგი განათლება ჰქონდა, ესეც აშკარაა, მაგრამ განათლების გარდა იყო თავისი დროის ოლიგარქი. მას ჰქონდა ფლოტილია, რომელიც სერავდა შავი და ხმელთაშუა ზღვის წყლებს. მისი დაკვირვებით ქრისტიანობა იმდენად ძვირფასი რელიგია იყო, სარწმუნოება იყო, რომ ის იმსახურებდა, რომ თავისუფალი ყოფილიყო ებრაული გავლენისაგან. მანამდე, ვიდრე ეს წიგნი შეიკვრებოდა და ეკლესიები იტყოდნენ, რომ ეს არის, ეკლესიის წარმომადგენლები იტყოდნენ, რომ ეს არის ჩვენი საღვთო წერილი, მანამდე მას საზღვრები არ ჰქონდა. საღვთო წერილად ქრისტიანობა მაშინ მოიაზრებდა არა ამას, არამედ იმას, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით ძველ აღთქმას. ოღონდ ქრისტიანობამ წამოიღო იუდაიზმიდან მთელი ებრაული საღვთო წერილი სრულად, ოღონდ დაიწყო ამ ტექსტის კითხვა ქრისტიანული პერსპექტივიდან. და ხშირ შემთხვევაში ქრისტიანობის საქადაგებლად იყენებდა ქრისტიანობა და ქრისტიანები იყენებდნენ ებრაულ საღვთო წერილს, ოღონდ განმარტავდნენ ისე, როგორც მათ თეოლოგიას სჭირდებოდა. განსხვავებით იუდაური ინტერპრეტაციისგან ამა თუ იმ ტექსტისა და ამა თუ იმ პასაჟისა. მარციონემ თქვა, რომ ცოტა უტრირობას რომ მივმართოთ, რომ ეს ებრაული საღვთო წერილი არ გვინდა.
ებრაელების ღმერთი არის ძალიან სასტიკი. როგორ შეიძლება რომ იესოს ღმერთი და ებრაელების ღმერთი ერთი იყოს? მოვიშოროთ თავიდან. ამიტომ მანვე გადაწყვიტა, რომ გაეთავისუფლებინა ქრისტიანული წერილები ებრაული გავლენიდან. მან თქვა უარი ყველა სახარებაზე, მათ შორის მათეზე, მარკოზზე, იოანეზე და თავისი არჩევანი შეაჩერა ლუკას სახარებაზე. მარციონეს მოსწონდა ძალიან პავლე მოციქული, რომელიც ერთთავად კამათში იყო იუდაიზმთან და ეს ამის გამო მისთვის ძალიან მოსაწონი იყო პავლე. აირჩია ლუკას სახარება იმიტომ, რომ იმ დროს ასე თვლიდნენ, რომ ლუკას სახარების ავტორი იყო პავლეს მეგობარი, პავლესთან ასოცირებული ადამიანი ლუკა ექიმი. არ იყო, მაგრამ იმ დროს ასე თვლიდნენ. აირჩია ასევე მოციქულთა საქმეები, რადგან ამავე ავტორის მიერ იყო ლუკას სახარების ავტორის მიერ იყო დაწერილი მოციქულთა საქმეები. აირჩია პავლეს წერილები და თქვა, რომ დანარჩენი რაც ამის იქით არის, ქრისტიანმა არ უნდა წაიკითხოს. საბედნიეროდ ქრისტიანები მიხვდნენ თუ როგორ საფრთხეს წარმოადგენდა მარციონეს დამოკიდებულება და მარციონეს ხედვა. თან მარციონე იმის გამო რომ შეძლებული იყო თავის მიერ შეკრულ წიგნს, რომელშიც შედიოდა ლუკას სახარება, ლუკას სახარების ავტორის დაწერილი მოციქულთა საქმეები და ასევე პავლეს წერილები, ამას მაშინ წიგნის გადაწერა ძალიან ცივი იჭდებოდა, ამ წიგნს ავრცელებდა, სადაც კი მივიდოდა. იქამდე საქმე იმდენად გართულდა, რომ ქრისტიანული სამყარო, მაშინ ვინც იყვნენ, მიხვდნენ, რომ ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანობას. და სწორედ მაშინ დაიწყეს ქრისტიანმა ფიქრი, რომ ხო არ შევადგინოთ სია იმ წიგნებისა, რომელიც უნდა ჩავთვალოთ ქრისტიანულ საღვთო წერილად. რაც ჩვენთვის მიუღებელი იქნება ამ სიიდან ამოვიღოთ, რაც მისაღი იქნება დავტოვოთ და ყველა ქრისტიანისათვის ეს იყო სავალდებულო. ეს პროცესი გრძელი იყო, ერთბაშად არ მომხდარა და სწორედ მოხდა ასე, რომ მარციონეს გამო ჩვენ დავკარგეთ მარციონეს გამო ქრისტიანმა შექმნეს ეს სია, რომელშიც არ შეიტანეს უამრავი სახარება, რომელთაგან უმეტესობა სრულად დაკარგულია. რაც გადარჩენილია, ჩვენამდე ფრაგმენტულად არის მოღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან მშვენიერი სახარება თომასი. ასევე გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი სახარებები, რომლებიც არ აღმოჩნდა მიღებული ამ ქრისტიანების იმ წრეებისათვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომელიც წიგნი უნდა შესულიყო ამ კრებულში, რომელიც 27 წიგნისაგან შედგება. აი, ვინ წყვეტს ამას, რა ხალხი არის? აქ იყო ამ არჩევანში, თუ რომელი წიგნი უნდა ყოფილიყო შიგნით და რომელი გარეთ, წყვეტდნენ სასულიერო პირები, საეკლესიო პირები, რომელსაც თავიანთი პრეფერენციები ჰქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ორმა ფაქტორმა. აირჩიეს ის სახარებები, რომლებსაც ფიქრობდნენ, რომ ან თვითმხილველები იყვნენ, ან თვითმხილველებთან იყვნენ ძალიან ახლოს. აირჩიეს სახარება, რომელსაც დღეს მათ ეს სახარებას ვეძახით, რადგან თვლიდნენ, რომ ეს იყო იესოს ერთ-ერთი მოციქულის მათეს დაწერილი. არ არის, მაგრამ მაშინ ასე თვლიდნენ. აირჩიეს მარკოზის სახარება, რომელზეც ჩვენ გვაქვს ახლა საუბარი, იმის გამო რომ თვლიდნენ, რომ ეს იყო პავლესთან ასოცირებული ადამიანი, პეტრესთან ასოცირებული ადამიანი და შესაბამისად უარს ვეიტყოდნენ მარკოზის სახარებაზე. თუმცა მაშინ მათ იცოდნენ, რომ მარკოზის სახარების ავტორი, ან მარკოზე როგორც მას ახლა ვეძახით, არ იყო თვითმხილველი. აირჩიეს ლუკას სახარება, რომელიც ასევე იცოდნენ, რომ არ იყო თვითმხილველი, მაგრამ ლუკა იყო ძალიან ახლოს პავლესთან
პავლე ამ დროისათვის უკვე ავტორიტეტს წარმოადგენდა, თავიდან არ იყო პავლე ავტორიტეტი და ამიტომ ჩათვალეს, რომ ლუკას სახარებაც უნდა ყოფილიყო ქრისტიანული საღვთო წერილის ნაწილი. რაც შეეხება იოანეს სახარებას, ეგონათ, რომ იოანეს სახარება დაწერილი იყო იმ იოანეს მიერ, რომელიც მოიხსენიება სინოპტიკურ სახარებებში, როგორც იესოს უახლოესი წრის წარმომადგენელი. იესოს ყავდა 12 მოწაფე, სინოპტიკური სახარებების მიხედვით, 12 მოწაფეში 3 გამორჩეულად ახლოს იყო მასთან, ამ 3-დან, ეს 3 არის პეტრე, იოანე და იაკობი. პეტრე არის მეთევზე, იაკობი და იოანეს არიან მეთევზეები. პეტრე იესოსთან არ არის ბიოლოგიურად დაკავშირებული, ას ნათესავი არ არის. იაკობი და იოანე არიან იესოს ნათესავები. ჩათვალეს, რომ ეს სახარება, რომელსაც დღეს იოანეს სახარებას უწოდებთ, იყო დაწერილი იოანეს მიერ. არ იყო. შეუძლებელია, რომ მას დაეწერა, მაგრამ რა კი ჩათვალეს, ასე აღმოჩნდა ეს წიგნი ქრისტიანული საღვთო წერილის სიაში და რასაც ჩვენ ვეძახით კანონს. ეს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ასოცირებული იყვნენ ან თვითმხილველებთან, ან ადამიანებთან, რომლებიც ახლოს იყვნენ თვითმხილველებთან. შემდეგი, მეორე ფაქტორი, გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, დააკვირდნენ ისინი, ვინც არჩევანს აკეთებდნენ ამ 27 წიგნზე, რომელი წიგნი იყო ყველაზე მეტად გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში. როგორც ჩანს, ეს 4 სახარება ყველაზე გავრცელებული იყო და ამას უწყობდა ხელს, რომ ისინი ასოცირებული იყვნენ ან პირდაპირ, ან ირიბად თვითმხილველებთან და შესაბამისად ეს 4 წიგნი 27-დან თავდაპირველად აღმოჩნდა ქრისტიანული საღვთო წერილის კრებულში. ასეთივე არჩევანი იყო გაკეთებული დანარჩენ წერილებზე, რომელიც თავმოყრილი არის ქრისტიანულ საღვთო წერილში ახალ აღთქმაში. მოდით უკვე შეჯამებისკენ მივდივართ. 10 წუთი დაგვრჩა. დავუბრუნდეთ პირველ ეპიზოდში ნათქვამ პირობას და ვთქვათ, რითი გიწამლათ მარკოზის სახარებამ. პირველად მარკოზის სახარებამ უწამლა იმ ხალხს, ვისთვისაც ეს დაიწერა. და დაიწერა იმ ხალხისთვის, რომლებიც დევნას, შევიწროებას განიცდიან მათ ცხოვრებაში და ხედავენ უსამართლობას. ამ ადამიანებისთვის არის ეს სახარება დაწერილი. როგორ გახდა ეს სახარება მალამო მათთვის და როგორ გახდა ეს სახარება მალამო ჩემთვის და როგორ შეიძლება გახდეს ეს მალამო ბევრისთვის. პირველი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უზარმაზარ უსამართლობასთან. უსამართლობა არის იესოსთან მიმართლებაში. არავის არ ესმის, ვინ არის იესო. იესო სასოწარკვეთილია. და მე უნდა გავიმეორო, რომ გეციმანის ბაღში მისი სასოწარკვეთილება აშკარაა. ხოლო მისი სასოწარკვეთილება პიკს მიაღწევს, როდესაც ის ამბობს, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე? მიტევებულობის ძაფრი განცდა, რომელიც აშკარა არის. და თუ ერთ ვერსიას დაუგდებთ ყურს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და ვიფიქრობ, ეს მეორე ვერსია უფრო სევდიანია. ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე? ეს არის სასოწარკვეთილების განცდა, რომელსაც ალბათ განიცდიან ის ქრისტიანები, ვისთვისაც ეს სახარება იწერებოდა. მაგრამ თავარი საზრისი აქ ამ სასოწარკვეთილებისა, მიუღებლობისა, გაუგებრობისა იმის მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილება ზედაპირზეა, უსამართლობა ზედაპირზეა. ღმერთი თავის საქმეს მაინც აკეთებს. ქართული იდიომა რო გამოვიყენოთ, სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს. იმ შემთხვევაშიც კი,
თუ თვითონ იესოც არ არის ბოლომდე დარწმუნებული რა ხდება მის თავს. ღმერთი თავის საქმეს აკეთებს და სამართალი გაიმარჯვებს. ღმერთის სამართალი გაიმარჯვებს. ეს იყო ნუგეში იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დევნიდნენ, რომლებიც ხშირად იძულებული იყვნენ, იძულებული ხდებოდნენ, მიეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და სხვაგან გადახვეწილიყვნენ, დაცულობის საძიებლად და მათთვის არის ნათქვამი, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში, იესოს ცხოვრებაშიც ასე იყო. ადგილი ქონდა სასოწარკვეთილებას, უსამართლობას და მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავის საქმე მაინც გააკეთა. ასევე გააკეთებს ღმერთი თავის საქმეს თქვენ ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება სასოწარკვეთილები იყოთ, მაშინაც კი, როდესაც იმედი არ შეიძლება გქონდეთ იმ რეალობისა, რომელშიც ცხოვრობთ, სამართალი აუცილებლად პურს ჭამს. ეს ხო გზავნილი მათთვის, ვისთვის ეს წიგნი დაიწერა და გზავნილი არის ჩვენთვისაც, ვინც ახლა უკვე ძალიან დიდი ხნის შემდეგ ვკითხულობთ ამ ტექსტს. უკვე მე რამდენით თარგმნეთ ეს ტექსტი? ეს არის მესამე თარგმანი არის ჩემი. ახლა და ესე კითხავთ მაშინ. აი იმ ლიტერატურული თარგმანების შემდეგ, რომელსაც თქვენი ახალგაზრდობიდან მოყოლებული აკეთებდით. აი კონკრეტულად ამ აზრობრივ თარგმანში რომელი იყო ის პასაჟი, რომელიც თქვათ მანამდე მრავალჯერ ქონდათ წაკითხული, მაგრამ უშუალოდ აზრობრივ თარგმანზე მუშაობისას მაშინ აღმოაჩინეთ იქ რა ეწერა სინამდვილეში. ასეთი მე ვფიქრობ ძალიან ბევრია. ერთი გაგვიზიარეთ სასიამოვნო იქნებოდა თქვენგან ამის მოსმენა. უნდა დავფიქრდე. ვიდრე დავფიქრდები, მანდა იმას ვიტყვით, რომ ზოგადად თარგმნის პროფესია ასეთი არის. ალბათ არავინ ისე არ კითხულობს, ისე ახლოს არ კითხულობს ტექსტს, როგორც თარგმნელი. იმიტომ თარგმნელის წინაშე არის ამოცანა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ტექსტთან და რაც შეიძლება გასაგებად გადმოიღოს თავის ენაზე. იმ ენაზე, რომელზეც თვითონ ლაპარაკობს და იმ ენაზე, რომელზეც ის ხალხი ლაპარაკობს, ვის წიაღშიაც ის ცხოვრობს. და შესაბამისად, ამ ტექსტთან მისვლა, იქნება ეს ლიტერატურული ტექსტი თუ აზრობრივი ტექსტი, ყოველთვის ბევრს გაძლევს ადამიანს. გაცილებით მეც ხედავ, ვიდრე როდესაც რამეს გადაიკითხავ ერთხელ. ის რაც ჩემთვის ძალიან დიდი მიგნება იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ ტექსტის აზრობრივი კვლევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ის რაც შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, როდესაც ტექსტი ამბობს მამას, აქ გულისხმობს არა მარტო მამას, მამის იდეას, არამედ გებულობს მშობლის იდეას. როდესაც ტექსტი ამბობს, რომ ღმერთი არის მამა, იმას კი არ გულისხმობს, რომ ღმერთი არის მასკულინური სქესის წარმომადგენელი, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე შუა საუკუნეებში დანახა ღმერთისა და ასევე ნებისმიერი მხატვრული რეპრეზენტაცია ღმერთისა გვაჩვენებს, რომ ღმერთი არის მწვერებიანი მამაკაცი. არამედ მამობაში იგულისხმება მშობლობა. და შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ არა მამაო ჩვენო, რომელიც მასკულინურობის სიმბოლო არის, არამედ მშობელო ჩვენო. და ამაზე მინდა გითხრათ ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიდრე მამაო ჩვენოს თარგმნი. ალბათ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. სწავლობდი, ვიკვლევდი, ველაპარაკებოდი ქრისტიან თეოლოგებს, ველაპარაკებოდი ებრაელ თეოლოგებს და ამ 3 წლის შემდეგ მივიღეთ ეს ტექსტი, რომელიც ამბობს არა მამაო ჩვენოს, არამედ ჩვენო მშობელო. კეთილი, სერ. სპოილერი. კითხვის შეიძლება ესეთი რამ თქვა, სერ. იესო ჯვარზე გააკრეს დილის 9 საათზე.
ჯვარზე იესო ეკიდა 6 საათის განმავლობაში. 3 საათზე იესომ თქვა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ იმატოვე? ან მეორე ვერსით: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ დამცინე? ეს თქვა და იესომ სული გამოტევა. 3 საათზე. იესოს სიკვდილი და ფარდის ჩახება დაემთხვა ერთმანეთს. მარკოს სახარების შემდეგ იწერება ლუკას სახარება, რომელიც მოგვითხრობს ამ ამბავს, რომ იესო ჯვარზე გააკრეს 9 საათზე, სული გამოტევა 3 საათზე, ოღონდ როდესაც იესომ სული გამოტევა, ფარდა არ ჩაიხა. ფარდა ჩაიხა 3 საათით ადრე, 12 საათზე. ლუკამ ეს ტექსტი გადაიწერა მარკოზისგან. რატომ შეცვალა 3 საათი ფარდის ჩახევისა 12 საათით? და ეს ჩვენმა მსმენელმა ჩაიხედოს ტექსტში, იფიქროს, ტვინი იჭყლიტოს, ვიდრე ჩვენ არ შევხვდებით კიდევ ერთხელ და არ ვეცდებით ავხსნათ, რატომ შეცვალა ლუკამ ის, რაც მარკოზისათვის იყო ასეთი მნიშვნელოვანი. კეთილი, თუ მოგინდებათ კაი ამბის, ანუ ახალი აღთქმის აზრობრივი თარგმანის შეძენა, წაკითხვა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში, რომელიც თბილისში 3 მდებარეობს და ერთიც გახლავთ ქალაქ ქუთაისში. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე.